დავიწყოთ ბატონო გიორგი. დავიწყოთ. ჯერჯერობით მართალია ეს სულად სახელი არ გვაქვს მოფიქრებული, მაგრამ ნამდვილად ვიცით რომ ვაკეთებთ პოდკასტს და ეს პოდკასტი იქნება დანების შესახებ და იმ კულტურის შესახებ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით უსიამოვნებს აქ ყოფნა და ბევრ კარგ ადამიანს ვიცნობთ და გვინდა რომ ამ ადამიანების რიცხვი უფრო და უფრო გაიზარდოს და ჩვენ ყოველ შემთხვევაში შევეცდებით რომ რაღაცა წვრილი ამ კუთხითაც შევიტანოთ, რასაც ქვია YouTube და რაც დღეს უკვე ძალიან ტრენდული პოდკასტი. არის. მოგესალმებით. მე კარგად პოდკასტის იდეაც არ ვიცი ხელი, მაგრამ გამოყვებით დანარჩენი გვიჩვენებს დრო და მომწერების გვეტყვი. მართალია ხო კლასიკურად ახლა პოდკასტი არ გვიკეთია ეს, რა ქვია, კურსასმენები და წინ დიდი მიკროფონები არ გვიდევს, მაგრამ მე მგონი რაღაცა ფორმატში ვждებით და ავიც მე რახან ექსპრომტი გადავწყვიტეთ პირველი გადაცემა, მე რაღაც პირველი კითხვა მექნება შენთან რომ საიდან მოხვედი ამ სიტუაციასთან, საიდან დაიწყო შენი და დანების მეგობრობა, რომ მოვუყვეთ ჩვენ მაყურებელს. ხო? ასაკს ვერ ვიტყვი ზუსტად ალბათ ადრეულ ასაკში იყო სკოლის ასაკში, დამწყებ კლასებში მეგობარს დაუნახე ვიქტორინოვსის პატარები კლასიკი მოდელი და თუ არ მეშლება ძალიან მოიხილე მაშინ და წავედი და ვიყიდი ალბატროსში ვაკეში მე მგონი ალბატროსია ხო ეხლა საერთოდ კი ხო და მაშინ შევიძინე ეს ვიქტორინოვსი და დანარჩენი სკოლა მანდან დაიწყო მოვიხიბლე ამ მექანიკით, პოლადისციპლინარით, ხარისხით, აი ყველაფრით რა ხმით დაგეცო გახსნით, აი როგორც მექანიზმით ეს მოვიხიბლე პლუს ყველაფერთან ერთად დანა არის და ინსტრუმენტი არის და ეგეც საფეხების სენს ამას რა და ცალკე ძალიან გამიტაცა ამ ყველაფერმა მაშინ როდესაც კოლმეუნებაზე გამიფუჭეს დანა. ისიც ვიქტორინოვსი იყო, როგორც ფამოდელი მქონდა, მაშინ ვიქტორინოვსებს ვიტყოდი ხოლმე, კიდე ის ნანახი მქონდა, მაშინ გერბერგეიტორი ქონა მეგობარს და ოპინელი მქონდა, ეს ფილესი 9 ნომერი იყო მგონი მაშინ მეგობარს ნახე, ისიც ის დიანაში იყო ნაგები როგორც მახსოვს რა და მე ჯერჯერობით ვერ ვიტყოდი და ვიქტორინოვსი რომ გამიფუჭეს, მაგის მერე ძალიან ავიჭერი და დავიწყე უკვე ჩაძიება როგორ შეიძლება და გაგესვა რა იყო კარგი, რა იყო ცუდი და ასე შემდეგ და ნაილა შევყევი და აგებიზივარ. აი პრინციპში რაღაცა ალბათ ბევრი მსგავსებები არის ხოლმე იმ ადამიანებს შორის, ვისაც დანები უყვარს. მე არ ვიცი რამდენად მოსაყოლია რაღაც ცოტა პირადულ ისტორიას უკავშირდება, მაგრამ შევეცდები რომ ორი სიტყვით თქვა, ზოგადად დანები მეც ესე ბავშვობიდან რაღაცა საბჭოთა დანები პაპაჩებს და სუქონდა და ბევრნაირი ქონდა და მე ვასებოდა ორი სიტყვა არ არის და პირველად მახსოვს დღევანდელ ბუკიას ბახტან იყო ელექტრონიკას მაღაზია ან საბურთალოს ქუჩის კუთხეში ორბიტა რომელიღაც აი ამ მაღაზიიდან ვნახე საბჭოთა ტიპის ნავახა იყო წითელი და იყო ლურჯი ძალიან პატარა ვიყავი მანეთები ღირდა და საოცრად ჩამივარ და გულში, მაგრამ ვინ მიყიდი და ვინ მომცემდა ახლა მაგას და მაგის მერე იყო ეგრეთ წოდებული ბაბაჩკა, ანუ ბალისონგები და რეალურად პირველი ბალისონგი, აი მაგასაკში გადავწყვიტე რომ მინდოდა ნორმალური ხარისხის. აქ უკვე ნანახი მქონდა ეს რაღაცეები, მაგრამ ნორმალური ხარისხის მინდოდა და ჩემი დეიდაშვილი უკვე მძიმედ ავად და სამკურნალოდ იყო ლენინგრადში, სანქტ-პეტერბურგში მაგ პერიოდში და მოკლედ მიხიდა რა ასე ვთქვათ რა თავის ფულით და ცოტა ისე მოხდა რომ მე ცოცხალმა ვერ გადმოცა რა მაგრამ მოკლედ იქიდან რაღაცა აი ამ ტრაგიკული ისტორიიდან ეს ნივთი ჩემთვის გახდა რაღაცა საკრალულიც და ძალიან ისეთი რა შინაური დღემდე მაქვს რა თქმა უნდა ის ბალისონგი და ავიც იქიდან უკვე ნაბიჯ მეც ასე ვთქვათ ბევრი კითხვით, ბევრი ყურებით და ასე შემდეგ, რა ვიცი, სულ ვცდილობ რაღაცა ახალი ვისწავლო ამ საქმეში რა და რა ვიცი. ეს დავამატე კიდე გამახსენდა უფრო ორმო ბავშვობაში, ოღონდ მინდოდა დამახსოვდა მაშინ დინმა დამარტყა მაგის გამოდით. დავამახსოვდა ეგ. აკუმულატორებში ვიდით ხოლმე რა, მაშინ ცოტა აკუმულატორების ჭირდა და იმებს ვიღებდით ხოლმე კალას და ერთხელ დანა გავაკეთე ეგრე კალისაგან რა და მაკეთებისას ანუ ეგეც უფრო ორმო ბავშვობაში. ოჩახ. მოკლედ ასე თუ ისე რაღაცე მე მგონი გადმოგეცით, ანუ საიდან დაიწყო ჩვენი დანების ურთიერთობა და ეხლა მინდა რომ ესეთი რაღაცა ვთქვა. ამ პერიოდის განმავლობაში, რაც საქმიან ხობი, ასე ვთქვათ, საქმიანობად
იქცა ჩემთვის, ჩემთვის ბევრად დიდი ხანია, ჩემთვის, რაღაც რამოდენიმე თვე არის. ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, უცნაურ მომენტებს ხვდები ხოლმე, უცნაურ შეკითხვებს ხვდები ხოლმე და ეს ძირითადად გამოწვეულია ალბათ რაღაცა ცოდნის ნაკლებობით, რომ არც YouTube-ში არ არის ბევრი ქართულ ენაზე და, რა ვიცი, არც ჩვენთან არ იყო აქამდე ბევრი დანები, რომ ყველას რაღაცა ცოდნოდა რა. უცნაურზე გამახსენდა ეხლა მოსულიყო სადილის დანა მოიტანა და გადადნობა უნდა და მე კაი ძალის ჩამოსხმა უნდა და ეგეთ მაგაზეც არ კი ვიდეო ჩავარდა. ძალიან ხშირად არის მომენტები, როდესაც შეიძენს ადამიანი დანას და მე აქვს იმედგაცრუება, რომ აუ რაღაცა ვერ გაჭრა, ან რაღაც ვერ გააკეთა და ესეთი რაღაც მინდა თავიდანვე ვთქვა. დანის სამყაროში ძალიან ერთ-ერთი უმთავრესი არის დანიშნულება. რა დანიშნულებისთვის ყიდულობთ დანას? ანუ, როდესაც ხანჯალს ყიდულობ, ანუ ხანჯლის პირიან დანას ყიდულობ და იმით გინდა რომ კარგად დაჭრა კიტრი პომიდორის სალატა, ანუ ძირშივე ის გინდა იყოს მაგნაკატით, გინდა იყოს ZDP 199, გამორიცხული. ნელ-ნელა ამ ყველაფერს შევეცდებით რომ აგიხსნათ, გაგაცნოთ, დანის ტერმინოლოგიაზე ვისაუბროთ, რა არის გავშიფროთ და ავიც სხვა მასალა არის, ბევრ რაღაცას გეტყვით და დღეს ძალიან მოარ დაგხალოთ, მე ვფიქრობ რომ აი რაღაცა ჩემი ამ მომენტისათვის პირადად ჩემი საჭიროების სამეფ. მე როგორც ვიყენებ დანებს, მე ვთვლი რომ აი სამი დანა მყოფნის ყველანაირად და ჩემი სამი ასე ვთქვათ სასურველი დანა მინდა გაჩვენოთ რა. პირველი მინდა რომ აი ეს დანა განახოთ, ეს არის ბევრს ალბათ ვიქტორინოქსის ასოციაცია გეკნებათ, მაგრამ არა, ეს არის მიდგარ მესერის და ფოქსის ერთობლივი ასე ვთქვათ კოლაბორაცია, ვულპის ქვია ამ დანას. მცირე ზომის მულტიხელსაწყო, რომელიც არის ულამაზესად გაფორმებული, მიდგარ მესერის და ფოქსის კოლაბორაცია არის, მოდელს ქვია ვულპისი. ამიტომ ესეთი შიფრუთის ფორმის დანა, მოდი გაჩვენებთ უსვათ შემდეგი, ანუ სახსნელი, ეგრეთ წოდებული შლიცივოიატურკა, ბოდიშით რა, ნელ-ნელა ტერმინებს ქართულად დავამუღამებ და ისე გეტყვით რა. აქვე არის სტრაპარეზი, ბატონო გიორგი, ქართულად როგორ უნდა თქვათ? სტრაპარეზი? ნუ მოკლედ რაღაცა თოკის უჭერეო, კი ბატონო რა. შლიცევოი რა არის? შლიცევოი არის, ანუ როდესაც არ აქვს არც ფილიპსი არ არის, ანუ სტანდარტულ ზოლიას რუსულად ქვია შლიცივოიატურკა. ნამდვილად ეგრეა, კი ბატონო, კი ბატონო. აქედაც არის მსგავსი ინსტრუმენტი, მოკლედ და რაც ყველაზე მთავარია ჩემთვის, ანუ კლასიკური ვიქტორინოქსისგან განსხვავდება იმით, რომ არის ფოლადი ამ შემთხვევაში N690 კობალტი და კლასიკურ ვიქტორინოქსზე კაცმარეს ის რა ფოლადია. მაგაზეც ალბათ მოვადრო და ვილაპარაკებთ და ნუ არის თან არის ულამაზესი აქსესუარი. ანუ მე რა შეიძლება გავაკეთო პირადად მე ხო ანუ არის ყველაფერში მყოფნის ეს და მაგრამ აი ბოლო პერიოდის ფავორიტი არის აი ეს მიტფუ რა ქვია კაცო ჯეკ ვულფის ბაიონიკ ჯეკი სუპერ ფოლადზე S90 ვიზე hollow grind-ი აქვე ვიტყვი რომ ანუ გრინდი ანუ ეგრეთ წოდებული დაშვება არის რამოდენიმენაირი არის hollow grind-ი, რომელიც ესე შიგნით შეღუნულივით არის flat grind-ი, რომელიც სწორი არის კონვექსი, მოკლედ ნელ-ნელა ამ თემებს ბატონი გიორგი სავარაუდოდ კი არა და ჩემზე კვალიფიციურად გაგაცნობთ. ეს კონკრეტულად არის hollow grind-ი, frame lock-ზე არის ტიტანი, ესეთი toxic ტყის კარბონი თუ რაღაცა მაგდაგვარი არ ქვია ამას forest fat carbon-ის იქნება toxic-ა. ხო, არ ვიცი რა. ანუ ეს დანა ცხვირი, ანუ ასე ვთქვათ, პირი უფრო სწორედ flip point-ი, ანუ არის აი სუპერ ჭრა აქვს ამ დანას. ძალიან თხელი დაშვება აქვს. არ ვიცი, მე პირადად რაც შეიძლება რომ გავაკეთო, ყველაფერს გამიკეთებს და ძალიან მაგარი დანა არის და მესამე, ანუ თუ აღმოჩნდა რომ აი ამ ორმა დანამ არ დამაკმაყოფილა, როცა ჩემი ფავორიტი ბასტიან კოუვენი, იგივე ბასტინელი და მისი დანა, რომლის სახელიც უნდა გადავამოწმო, ამას ქვია ბოდიში მეგობრებო, Creation Raptor, კი ბატონო.
ანუ არ ვიცი, აი ერგონომიკა ხელში ნუ რაღაც იდეალურად ზის დაახლოებით ანუ სტილი რაღაც სამზარეულო, სალაშქრო სამზარეულო სტილის არის, მაგრამ სრუპირი აქვს. ძალიან მაგარ ადგილებში აქვს ჯიმპინგი, ანუ ყველა ჭერის ფორმა რა, ანუ სხვადასხვა ჭერის ფორმით შეიძლება ამ დანისხმარება და თვითონ ბასტიანი, ნუ ამ დანებს ატრიალებს სასწაულად და პატარა ჩანართი იქნება, ნახავთ და არ ვიცი, აი ეს სამი დანა, ბევრი რო არ ვილაპარაკო, არის მაგალითად დანიშნულებისამებრ რო გამოვიყენო, აბსოლუტურად საკმარისზე მეტიც კი რაც შეიძლება მე დამჭირდეს. მაგრამ მე პირადად სამიდან ვერ დავკმაყოფილდები, იმიტომ რომ დანები ძალიან მიყვარს და გადავდივარ უკვე შემგროვებლობის ფაზაზე. და მოდი აი აქ მინდა გკითხო, რა განსხვავებაა შემგროვებლობას და კოლექციაში შორის ბატონო გიორგი? თქვენი აზრით. აქცინას რომ როგორ გეკითხებინა, მაგრამ ჩამჭრელი კითხვა შემოვაგე. სლად კარგად ვერ მივხვდი კითხვას, მაგრამ ეს ვიტყვი, რომ კოლექციონერებში მე რასაც ვუყურებ, ძალიან ბევრი აბრალოდ ქაოტურად და ალბათ მაგას დავარქვევდი, რომ შემგროვებლობა არის ეგ რა. რომ აი ქაოტურად აგროვებენ, არა აი უშინაარსოდ რაღაცა შეხვდებათ, რაღაცა ისა ზოგი რაღაცა უბრალოდ რიცხვი რომ იყოს მაღალი დანების რო კოლექციაში აქვს და ასე შემდეგ. მეც ეგეთი ვიყავი ბოლო პერიოდამდე, ნამდვილად კოლექციას დავარქმევდი, რომ ვინც იცის რა რასაგროვებს და რატომ აგროვებს და კონკრეტული რაღაცა დანიშნულებით იღებს. ანუ ყველა დანას ვერ იყიდით. არ არსებობს ეგეთი რაღაცა და თუ იყიდით და კიდევ მაგას საფიდორი მინუსი აქვს კიდევ. რაღაცა საჭირო არის, რაღაცა წესები კოლექციაში ჩემი აზრით. რა კრიტერიუმები რო კონდეს ისინი ხედვითაც ალბათ სწორი ტერმინისათვის კრიტერიუმები რა. მაგალითად ზოგმა შეიძლება ერთი ბრენდიდან ერთი დანა შეარჩიოს რაღაც განსაკუთრებული. ზოგ შეიძლება ციფრი ქონდეს ნათქვამი, რომ თქვა აი 100 დანაზე მეც არ ვაგროვებ რა სიტყვაზე რა და 100 რომ მიუახლოვდება, მე უკვე ერთ შეელიოს. აი რაღაცა ის კრიტერიუმები საჭიროა. ზოგი ფერების მიხედვით აგროვებთ, ზოგი მოდელებით, ზოგი ფოლადებს მიყვება, მოკლედ კრიტერიუმი, როდესაც გაგდა ამ კრიტერიუმს მიყვები, ალბათ კოლექცია უფრო ამას ეწოდება. ნუ ჩავაც იქნება კოლექციონერ დამწყებებზე, იმიტომ რომ ზოგი მივიდა აქ მე მაგალითად სანამ აქამდე მივიდოდი, ნუ დრო დამჭირდა რა მეც ეგრე ქაოტურად რაღაცა უბრალოდ ვაგროვებდი ხო რა. მე გადაიზარდა იმაში, რომ უკვე რაღაცნაირად ყველა დანას არ ვყიდულობ, ვიცი რომ ყველას ვერ ვიყიდი, იმასაც ძალიან გამჭირდა იმის გადალახვა, რომ დანებსაც უნდა შეელიო. არის რაღაცა და მომენტები, რომ დანებს უნდა შეელიო რა, სხვა გინდა რა და ეხლა სხვანაირად არ გამოდის რა და ალბათ საბოლოო ჯამში ყველა თვითონ უნდა გადაწყვეტოს ეგ, მაგრამ ჩემი აზრით ეს არის აი აქ მივდივართ ერთ მომენტთან და ეს მომენტი არის ხოლმე ფინანსები რა, როგორც წესი და ან ცოტა მტკივნეული საკითხი არის და ხშირად არის ესეთი კითხვები, რომელიც ჩვენ ძალიან გვაღიზიანებს, რომ ის რატო ღირს ამდენი, ეს რატო ღირს იმდენი, ანუ ამ ეტაპზე ჩვენ არაფერს არ ვაწარმოებთ, რომ ესე კონკრეტულად გაგცეთ პასუხი. ალბათ ოდესმე გამოვუშვებთ დანებს და მე გაგცემთ პასუხს, რატო ღირს კონკრეტულად ჩვენი დანა ამდენი, მაგრამ დღეს ან პასწარმოქმნა ეს ცოტა ეკონომიკური ცნება არის და ჩვენ პოდკასტს ცნება და არ მოგაბეზრებთ მაგით, ასე ვთქვათ, თავს, უბრალოდ ყველა კომპანიას აქვს თავისი პასწარმოქმნა. შესაბამისად, როდესაც იმ კომპანიის ნაწარმი ჩამოდის საქართველოში, რა თქმა უნდა, ბიზნესის ნამატი ემატება და იმის მიხედვით ხდება, ასე ვთქვათ, რეალიზაცია. დღეს მიმაჩნია, რომ ქართულ ბაზარზე სტაბილურდება სიტუაცია, აღარ არის ის დრო, როდესაც $7 დანები გიყდა. $100 და იყო ეგეთი, ну 100 არა, მაგრამ $70 გიყდა. 10 ჯერ ზვირები იყო ეგეთი პერიოდიც და რა ვიცი, კონკურენცია თუ რა დავარქვათ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში კონკრეტულად ამ თუთას თბილისზე, რასაც მე ვუყურებ, ბევრი დანებიც არის, საინტერესო დანებიც არის და ეს სფერო წინ მიდის. ძალიან ბევრი გოლოვდება კიდევ წინ. კი ბატონო, მე ესეთი თხოვნა მექნებოდა მაყურებლის მიმართ, რომ თემები ვინაიდან ანუ აი გადავწყვეტეთ, რომ რაღაც მართლა ისეთი ხარისხიანად გავაკეთოთ, მაგრამ თქვენი ჩართულობით. თუ რაიმე თემა კომენტარებში უმრავლესობას, ასე ვთქვათ, მოიპოვებს, გპირდებით, რომ იმ თემაზე აუცილებლად მოგავაკეთებთ გადაცემას. რა უფრო გაინტერესებთ რა, ბრენდები, კონკრეტული დიზაინერები, ტერმინოლოგიის გაშიფრვა, თუ რაიმე სხვა. რა ვიცი, და დაამატეთ ბატონო გიორგი.
კაიდანები შეგიჩერა მიხედ. მომიწონე ხო? მაგიდაზე დამხვდა ეს მაგიდები კი უჩვენოჩი არჩე და სამივე კაი არჩევანი არის. მოდი ბარემ ეს სანამ დავასრულებთ ერთ იმაზე ვთქვათ, რომ ჯერჯერობით გვაქვს იმის პრობლემა, რომ მაინც უფრო ბრენდებით არჩევენ მომხმარებლები დანებს და არა იმით, რომ რომელი მართლა კაია და რომელი ბრენდებით რა მაიკროტექზე გაქვს საუბარი ამ შემთხვევაში. კი, მაიკროტექზე მაქვს საუბარი კი ბატონო. რა გაგვიგზელდეს, მე ნელა გავაგზავნოთ შევყვეთ მაგიებსაც, მაგაზე მაქვს ჩემი აზრი, ჩემი აზრი გექნება. მოდის თემაც განვიხილოთ მე ნელ-ნელა მოკლედ და რა ვიცი, ძალიან ბევრი მასალა გევლით ჩემო კარგი. ნუ მაინც ასე თუ ისე რაღაცა ახალი თემა არის რა, გინდა ყველა მრავალფუნქციური ადამიანისთვის ვიქტორინოქსი არის და რაღაც ყველაფერი მაიკროტექი არის და მაგის იქით არ არის და მე მგონი რომ დროის თემა არის ყველაფერი, იმიტომ რომ უზარმაზარის ფერუ არის, ძალიან ბევრი მაგარი დანა არის რა და ნუ ჯერჯერობით გული წყდება ხოლმე რომ თქვათ ადამიანი თქვათ აი იმის გამო რომ ეს მოდელი არის ახალი რაღაცა ძალიან ბევრი მაგარი დანას ვერ ამჩნევს, მაგრამ მგონია რომ დროის ამბავი არის. მოდი დღეს ძალიან ვარ გადავტვირთოთ მაყურებელი, ბოლო ერთ პატარა კითხვას დაგისვათ და დავასრულოთ რა. ანუ მეც ვხედავ რომ მაგიდაზე დანა გიდევს და მოდი გავაცნოთ. რადგანაც დაინტერესო ჩანს. ეს არის NCC Blade-ის ლიმიტირებული არის, ეს ვერსია საერთოდ ერთი წელი არის. ნუ ამაზეც ალბათ ბევრი მოგვიწევს საუბარი კიდევ, ნუ ქართული კანონმდებლობიდან გამომდინარე რაღაცებს ვატარებ ჯიბით, რაღაცებს არ ვატარებ ჯიბით რა. მაგიდან გამომდინარე შემთხვევით გამჩომადებაზე, ნუ აი ეს დანა დავატარებ ხოლმე ზომიდან გამომდინარე. აქვს პლუსებიც, აქვს მინუსებიც, მაგაზე მე ვისაუბროთ. მაგრამ ძალიან კაი ტიპი არის რა. ნუ მაგაზე მე ცალკე ვისაუბროთ, დღეს კიდე ის ერთი საჩივარი არ გამომაყოფილეს. ვიქტორინოქსზე ვარ დაჯარიმებული, შემდეგ უკვე მეორე სასამართლო პროცესი იქნება, მაგაზეც მივხვდეთ ნელა. ესე იგი შევთანხმდით რა, ვაგრძელებთ, გიყვებით საინტერესო ამბებს, კანონთან მიმართებაში იქნება ეს უშუალოდ დანების აგებულებაზე და თქვენგან ველოდებით მაქსიმალურ ინტერაქციას. მოგწერეთ, მოიწონეთ ჩვენი გვერდი, ზარეზღილაკს დააჭირეთ და კომენტარებში აქტიურეთ. დროთა განმავლობაში გპირდებით, რომ საინტერესო საჩუქრებიც იქნება და გათამაშებებიც ჩვენ პოდკასტში. არის ალბათ წინასააღმოქმედო გავაის ვიდეოს და დამლექცად მივუცავთ. ნამდვილად ყველას და რა ვიცი, ძალიან ისეთ ნაყოფიერ წელს გისურვებთ. აბა დროებით.